როგორ გავაკეთოთ ელექტრონული წიგნი? ამისათვის შევდივართ მითითებულ ბმულზე და გავდივართ ავტორიზაციას. ვირჩევთ sign in. შემდეგ მასწავლებლის ველს Gmail-ს თუ ავირჩევთ, ამისათვის დაგჭირდებათ უკვე შექმნილი Gmail-ი. შეიყვანთ თქვენს მეილს და პაროლს და დაითანხმებით, რომ ხართ მასწავლებელი. შემდეგ მიუთითებთ ასაკობრივ საფეხურს. Next relax აირჩევთ და დაინტერესებულ საგნებს. კვლავ next relax ვირჩევთ. შეიყვანეთ სახელი და აირჩიეთ მითითებული ხილაკი. დაეთანხმეთ. ამის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ შექმნათ თქვენი წიგნი, რისთვისაც ირჩევთ დამატების ხილაკს new book. შეგიძლიათ აირჩიოთ ფორმა, ზომა, როგორი გინდათ რომ წიგნისთვის იყოს. აირჩიეთ და დაელოდეთ მის ჩამოტვირთვას. ჩამოტვირთვის შემდეგ გამოგიჩნდებათ ასეთი სუფთა ფურცელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ჯერ მოქმედება არ შესრულებულა. დამატების ხილაკით თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ. თქვენი მოწყობილობიდან შეგიძლიათ დაამატოთ ფაილები, დაამატოთ ფოტო, კამერა, რომელზე დათანხმების შემდეგაც თქვენ შეგიძლიათ მოცემულ მომენტში გადაიღოთ სურათი, დააჭიროთ take pictures და თქვენი ფოტო შეგიძლიათ შემდეგ გამოიყენოთ ფურცელზე თუ use pictures აირჩევთ. ან შეგიძლიათ წაშლის ხილაკი აირჩევთ. ასევე შეგიძლიათ ვიდეო ჩაწეროთ მითითებული ხილაკით და როდესაც უკვე წამზომი ჩაირთვება, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს პროცესი იწერება. Stop ვიდეოზე დაჭერით, თქვენი ვიდეო გადმოინაცვლებს და შეგიძლიათ use videos-ი ჩასვათ თქვენს ფურცელზე. დაელოდებით ამის შევსებას. თქვენ ასევე შეგიძლიათ დამატების ხილაკზე დაამატოთ კალამი, სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ფორმის და ზომის აირჩიოთ, რომელიც თქვენს მოქმედებას გაიმეორებს, ასევე საშლელი წაშლისთვის, ასევე მთლიანი ფონის შესაცვლელად, რასაც აირჩევთ და სმაილებით დაამატოთ. ფურცლის შესანახად დაანხილაკს ირჩევთ. აუცილებელი არის ხოლმე, რომ აი ეგ დაელოდოთ მის შევსებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მუშავდება თქვენი მოქმედებები. შეგიძლიათ ტექსტიც დაადოთ, აკრიფოთ სასურველი ტექსტი, ზომაშიც გაზარდოთ, ხოლო ამ ზომით დიდდება და პატარავდება, გაამუქოთ, დახაროთ, ხაზი გაუსვათ და დაანხილაკით გადმოინაცვლებს თქვენს ფურცელზე. და ბოლოს შეგიძლიათ ჩაიწეროთ ხმა. ეს გამოგადგებათ თუ გინდათ რომ ხმოვანი წიგნი გააკეთოთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიგურები. ახლა ავაწყოთ ერთი წიგნი საჩვენებლად. შევურჩიოთ მას ფონი, პლუსზე დაჭერით იმპორტიდან. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ როგორც Google-დან ფოტოები, ასევე ჩვენი მოწყობილობიდან. ფაილზე დაჭერით, გადავალთ ჩვენს მოწყობილობის ფაილებში. პირველი არის Google, რაც ძალიან კარგია, თუ თქვენ გინდათ რომელიმე ფოტოს გადმოწერა, არ მოგიწევთ ცალკე Google-ში შესვლა და გადმოწერა, არამედ თვითონ აქ არის ჩაშენებული და თქვენთვის სასურველი ფოტო შეგიძლიათ აქედანვე ჩასვათ გადმოწერის და შენახვის გარეშეც. მონიშნოთ თქვენთვის სასურველი ფოტო და select დააჭიროთ, რომელიც გადმოინაცვლებს ფურცელზე. შეგიძლიათ ზომებში გაადიდოთ და აპატარაოთ. შეგიძლიათ ასეც დადოთ, თუ ზუსტად ვერ ჯდება ზომაში. ფურცელზე მაინც იმ ზომას აჩვენებს, რა ზომაც თქვენი ფურცელია. შეგიძლიათ ეს გადმოატრიალოთ კიდევაც. დავარქვათ სათაური, პლუს ხილაკზე ავირჩიოთ ტექსტი. დაანხილაკს დავაჭიროთ. შემდეგი გვერდისთვის დავაჭიროთ
next ღილაკს. უკვე გვაქვს მეორე და მესამე გვერდი და აქაც შეგვიძლია დავდოთ ჩვენთვის სასურველი ფოტოები. ან მასალა. იმპორტიდან ამჯერად კომპიუტერის მოწყობილობიდან დავამატებ ფოტოს, რომელიც წინასწარ მაქვს მე უკვე გადმოწერილი. თუ გინდათ რომ მხოლოდ ამ გვერდზე იყოს ეს სურათი, შეგიძლიათ ასე დაადოთ, თუ გინდათ ორივე გვერდზე იყოს, შეგიძლიათ დიდად დაადოთ. მე ერთ გვერდზე დავდებ, რადგან თუ გვინდა რომ ხმოვანი იყოს ჩვენი წიგნი, შეგვიძლია დავამატოთ ხმა, ავირჩიოთ ხმის ჩამწერი, დავიწყოთ ჩაწერა. წელიწადის დროები. ხმის ჩაწერას როგორც კი დაასრულებთ, თქვენ შეგიძლიათ რომ მოусმინოთ თქვენს ჩანაწერს. წელიწადის დროები. თუ მოგეწონებათ განათავსეთ ის გვერდზე, თუ არა და წაშალეთ და ახლიდან ჩაწერეთ. ამ შემთხვევაში მე განვათავსებ. როდესაც წიგნის შექმნას დაასრულებთ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ წიგნის კითხვა. წიგნის კითხვა თუ გინდათ რომ იყოს ხმოვანი, მაშინ აირჩევთ read to me, თუ გინდათ რომ უბრალოდ დაათვალიეროთ, მაშინ მითითებული ღილაკით დაათვალიერეთ. ვინაიდან ჩვენ ხმოვანი წიგნი შევქმენით, შეგვიძლია readme-ს დავაჭიროთ და თვითონ წაიკითხავს წიგნს. წელიწადის დროები. შემოდგომა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წელიწადის დროა. ზამთარში ყველაფერი იყინება და თეთრდება. გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს და არე-მარე ნაირ-ნაირ ფერებით იმოსება. ზაფხულში მზე ყველაზე ძლიერად აცხუნებს. You've reached the end of the book. თუ გსურთ რომ თქვენი წიგნი გაუზიაროთ სხვას, მითითებულ ღილაკზე დაჭერით, უნდა პირველ რიგში გამოაქვეყნოთ publish online. დაარქვათ სათაური და publish book აირჩიეთ. ამის შემდეგ თქვენი წიგნი გამოქვეყნდება. თქვენი წიგნის გაზიარების სურვილის შემთხვევაში მონიშნეთ ბმული, დააკოპირეთ და გაუგზავნეთ სასურველ ადამიანს. თქვენ მიერ შექმნილი ყველა წიგნი შეინახება თქვენს გვერდზე და შეძლებთ მის არჩევას სხვა დროსაც.